მოგესალმებით მეგობრებო, განვაგრძობთ C# შესწავლას და დღეს საუბარი გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვან თემებზე. ეს თემა გასაგებად და ასახსნელად ძალიან მარტივი არის, არაფერი რთული სირთულეს ის არ წარმოადგენს, მაგრამ ეს თემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ჩვენ ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ თემისთვის მიმეძღვნა ცალკე ლექცია და ეს თემა გახლავთ კონსტანტები და რიდონლი ველები. ანუ ისეთი ველები, რომლებიც არის მხოლოდ საკითხვადი და მასზე მნიშვნელობის მინიჭება არ ხდება. ხო, აქამდე ჩვენ როცა ვაცხადებთ რაღაცა ველებს, ვაცხადებთ აი ესე, ხო, აი main მეთოდში მაგალითად დავწერეთ რაღაცა int b-ს, რომელიც იქნებოდა 8-ის ტოლი. და შემდეგ ჩვენ პროგრამის მიმდინარეობიდან გამომდინარე შეგვეძლო აი b-ისთვის დინამიურად მნიშვნელობა შეგვეცვალა. ესე მოიქცეოდით იმ შემთხვევაში თუ ეს ველი არ არის კონსტანტა, ანუ მუდმივას არ წარმოადგენს. ხო, ხედავთ რომ ეს არ არის კონსტანტა, ეს არის ჩვეულებრივი ველი, რომელსაც ქვია b და აქვს მნიშვნელობა მინიჭებული 8. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მას რაღაცა გადავანიჭოთ პირველად იმ მნიშვნელობა და დავუშვათ მივანიჭოთ მნიშვნელობა 19 და თუ ეხლა დავუბეჭდავთ b-ს და გავუშვებთ, დავინახავთ რომ ეს შეიცვლებს მნიშვნელობას და გახდება 19, ხო? ესე მუშაობენ ჩვეულებრივი ველები, მაგრამ სპეციფიკა კონსტანტური ველების მუშაობისა გახლავთ იმაში, რომ მე აი კონსტანტურ ველს აი ესე გამოცხადების შემდეგ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, ხო? ანუ სხვა მნიშვნელობას ვეღარ მივანიჭებ. და თუ ეხლა მე აი ამ int-ის წინ დავწერ დარეზერვებულ სიტყვა consts, ეს ავტომატურად მიხვდება, რომ ეს ჩემი ველი, რომელიც აქამდე არ იყო კონსტანტური და ენიჭებოდა მნიშვნელობა 8, ეხლა უკვე უნდა გახდეს კონსტანტა, ანუ უნდა გახდეს რაღაცა მუდმივა. და შესაბამისად აი ამ b-ისთვის ეს 8-იანი არის მუდმივი მაჩვენებელი, ანუ მუდმივი მნიშვნელობა. და თუ ეხლა აი შევხედავთ, დავინახავთ, რომ აი ქვევით, სადაც b-ს ვანიჭებთ 19-ს, ეს ხაზი წითლდება და გვეუბნება, რომ ერორი გვეუბნება, რომ ჩვენ ვერ მივანიჭებთ ამას მნიშვნელობას, უბრალოდ ვერ გადავანიჭებთ მნიშვნელობას, პირველად მნიშვნელობას, იმიტომ რომ აი ეს ველი გამოცხადებული არის როგორც კონსტანტა. ანუ იგივე წარმატებით შეგვიძლია კონსტანტური ველი გამოვიძახოთ კლასის შიგნითაც, ხო? თუ დავწერთ მაგალითად გამოვაცხადებთ რაღაცა კლასს და დავარქმევთ რაღაცა სახელს, მაგალითად something, არა აქვს მნიშვნელობა, რას იწევს ეს კლასი, რა სახელი ერქმევა ამ შემთხვევაში. ჩვენ შეგვიძლია რომ ამ კლასის შიგნითაც როგორც ჩვეულებრივ ველებს ვწერთ, ისე ავდგეთ და გამოვაცხადოთ კონსტანტური ველი. მაგალითად თუ გამოვაცხადოთ const int რაღაცა t ცვლადს, t ველს და მივანიჭებთ მას რაღაცა მნიშვნელობას, მაგალითად 67-ს. ჩვენ ამ მნიშვნელობას მივანიჭებთ მხოლოდ ერთხელ და შემდეგ ვერც ერთ ვარიანტში ვეღარსად ვერ შევძლებთ რომ აი ეს მნიშვნელობა შევცვალოთ. მათ შორის ვერც კონსტრუქტორში, ხო? ანუ ეს გვახვედრებს იმას, რომ ჩვენ კონსტანტ თუ გვინდა რომ ველი ანუ რაიმე ცვლადი გამოვაცხადოთ კონსტანტურად, ის უნდა იქნეს გამოცხადებული და მასზე მნიშვნელობა უნდა იყოს მინიჭებული, ჯერ კიდევ კომპილაციის დაწყებამდე, ხო? იმიტომ რომ როცა დაიწყება კომპილაცია, უკვე ჩვენ ვიცით რომ კონსტრუქტორში შემოვა პირველად ჩვენი კომპილერი, თუ გვინდა რომ ეს კლასი გამოვიყენოთ, ხო? ამ კლასის კონსტრუქტორში შემოვა, რომელსაც აი აქ ქვევით შევქმნია, ხო? ანუ აი კონსტრუქტორი გვაქვს აქ, ხო? ვერც აი აქ ვერ შევცვლი აი ამ კონსტანტური ველის მნიშვნელობას და მაგალითად თუ შევეცდები რომ აი ამ t-ს მივანიჭო რაღაცა მნიშვნელობა, რაღაცა 45 მაგალითად, დავინახავ რომ ამის საშუალებას არ მომცემს და errors თუ ჩავხედავთ, გვეტყვის რომ კონსტანტურ ველს ვერ მივანიჭებთ მნიშვნელობას, ვერ შევცვლით მნიშვნელობასო ვერსად, მათ შორის ვერც კონსტრუქტორის შიგნით. ხო, რა მოხდება ისეთ შემთხვევაში თუ დავუშვათ არ ვაცხადებ მე არ ვანიჭებ აი 67 მნიშვნელობას და უბრალოდ const int-ს ვწერ, ხო? const int t-ს ვწერ, ხო? აი აქ თუ ამას დავაკომენტარებთ, ამ შემთხვევაშიც არ მომცემს საშუალებას რომ კონსტანტურ ველს მივანიჭო მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს ერორი მეტყვის რომ აუცილებლად როცა სადაც აცხადებ კონსტანტურ ველსო, იქვე უნდა ანიჭებდე მას რაიმე მნიშვნელობასო, იმიტომ რომ კომპილაციის დაწყების შემდეგ მე აი ამას მნიშვნელობას ვერც შევუცვლი და ვერც მივანიჭებ. ხო, ახლა დარწმუნებული რომ
წინა ლექციას ვინც უყურა სტატიკურ თემაზე საუბრისას უკვე ამჩნევს რაღაცა მსგავსებას, ხო? იმიტომ რომ თავისი არსით კონსტანტური ველი და ზოგადად კონსტანტა წარმოადგენს სტატიკური შინაარსის ანუ სტატიკური არქიტექტურა აქვს მას და ეს კონსტანტ ველი ეს T ველი იქნება საერთო აი ამ კლასის ყველა ობიექტისთვის, ხო? იმიტომ რომ ეს კონსტი თავის მხრივ არის მხოლოდ აი ამ კლასის საკუთრება. და შესაბამისად თუ მოგვინდება რომ აი ამ main მეთოდში ან სადმე სხვაგან მივწვდეთ აი ამ ჩვენ ველს const int test შესაბამისად ჩვენ დაგვჭირდება რომ არა ობიექტი შევქმნათ ამისი, არამედ პირდაპირ კლასის სახელიდან მივწვდეთ მას. ნუ ესეც მეტყველებს იმაზე რომ აი ეს const-ი თავისი ბუნებით არის სტატიკური და წარმოადგენს არა კონკრეტული ობიექტის საკუთრებას, რომელიც იქნება არა კონკრეტული ეგზემპლარის საკუთრებას, რომელიც იქნება აი ამ კლასის საფუძველზე, არამედ თვითონ აი ამ კლასის საკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად თუ მე ახლა აი ამ ჩემ main-ში მომინდება რომ მივწვდე აი ამ ჩემ test, უნდა გავაკეთო ესეთი რაღაც. დავუშვათ, მინდა რომ test მივწვდე და აი ეს t მივანიჭო რაღაცა სვლაც, ხო, რომელსაც შევქმნი. შესაბამისად თუ მე ახლა შევქმნი რაღაცა რაღაცა int რაღაცა f-ს მაგალითად და მომინდება რომ მივანიჭო ეს t, უნდა გავაკეთო ესეთი რაღაცა, უნდა დავწერო კლასის სახელი, ჩვეულებრივად როგორც სტატიკს ვწვდებოდით ხოლმე, ისე მივწვდებით ამასაც. და დავწერო კლასის სახელი და ეს ველი t, მაგრამ როგორც ხედავთ ეს ველი არ ჩანს, იმიტომ რომ ეს ველი, ეს constant t არ არის public-ი, ანუ არ არის საჯარო. შესაბამისად მისი დანახვა აი ამ კლასის გარდა სხვაგან არსად არ შეიძლება. ამიტომ თუ მე აი ამ ველს გავხდი საჯაროს, ანუ public-ს, ეხლა უკვე შემიძლია რომ მივწვდე აი ამ t-ს და თუ დავსვათ წერტილს დავინახავთ რომ უკვე ეს ჩვენი t გამოჩნდება. კი ბატონო, და აი ამ f-ს მიენიჭება აი ამ constant t-ს მნიშვნელობა, რომელიც არის 67, ხო? და თუ ჩვენ ახლა დავაბეჭდავთ აი ამ f-ს, დავინახავთ რომ ეს დაბეჭდავს 67-ს. ხო და ბუნებრივია აი ამ კლასის გარეთაც ვერ შევცვლით აი ამ კონსტანტის მნიშვნელობას. და თუ შევეცდები რომ აი main-ის შიგნით დავწერო კლასის სახელი და კონსტანტა და მივანიჭო მას რაიმე მნიშვნელობა, ну ესეც გააწითლებს და მეტყვის რომ ბუნებრივია შესაძლებელი არ არის, იმიტომ რომ ეს არის კონსტანტური ველი და ვერსად ვერ შევცვლი მე აი ამ int t-ს მნიშვნელობას. ესეთი კაცრი სტატიკური შინაარსის მქონე რამ არის ჩვენი კონსტანტა და ნუ ვერსად მას ვერცვლი და მხოლოდ იმ პირველ მნიშვნელობას, რომელიც აუცილებლად უნდა მივანიჭოთ მას, როცა ვიძახებთ, მხოლოდ მაშინ ეს მნიშვნელობა ენიჭება და ენიჭება, ხო? ნუ სხვანაირად შეუვალი არის ყველა მხრიდან. დაახლოებით მსგავსი კონსტრუქცია აქვს read-only ტიპის ველებსაც, ხო? გარდა ერთი შემთხვევისა და ეს შემთხვევა არის კონსტრუქტორი, რაც ნიშნავს იმას, რომ read-only ველს შემიძლია მნიშვნელობა შეუცვალო მხოლოდ ერთხელ კონსტრუქტორის შიგნით. და თუ მე შევქმნი ჩვეულებრივ ველს რაღაცა int-ს, რომელსაც დავარქმევ სახელად z-ს და გავხდი მივუწერ მას წინ public read-only-ს, ну ეს ნიშნავს რომ ეს ჩემი ველი, ეს ჩემი z-ი, ეს ცვლადი მონიშნული იქნება როგორც read-only ველი, ანუ მხოლოდ წაკითხვადი. და ну შემიძლია აი ამ ველს მივანიჭო აქვე მნიშვნელობა, მაგალითად რაღაც მივანიჭოთ რაღაც რიცხვი 51 მაგალითად პირობითად და შემიძლია აგრეთვე კონსტრუქტორის შიგნითაც მივანიჭო მას რაიმე მნიშვნელობა. და თუ კონსტრუქტორის შიგნით მე დავწერ რომ აი z-ი უდრიდეს 61 სიტყვაზე, კი ბატონო, მომცემ საშუალებას რომ მივანიჭო მას რაღაცა მნიშვნელობა და ну განსხვავებას ხედავთ, ხო? კონსტანტური ველის შემთხვევაში მე ამის საშუალება არ მქონდა არანაირად, read-only ველის შემთხვევაში ეს ამის გაკეთების საშუალება მაქვს. ანუ შემიძლია რომ კონსტრუქტორის შიგნით მივანიჭო რაიმე მნიშვნელობა read-only ველს და აგრეთვე გადავანიჭო, ანუ შევუცვალო და შემდეგ გამოვიყენო იგი ჩვეულებრივ ჩემი სურვილის მიხედვით.
და საინტერესო ის არის, რომ მე შემიძლია ეს მნიშვნელობა შევცვალო მხოლოდ ერთხელ, ხო? და შემიძლია რომ read only wells მნიშვნელობა მივანიჭო ან შევცვალო მხოლოდ კონსტრუქტორის შიგნით. იმ შემთხვევაში თუ მე შევეცდები სადმე სხვაგან შევცვალო ეს მნიშვნელობა, მაგალითად შევქმნი რაღაცა public void, რაღაცა მეთოდს, რომელსაც არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელს დავარქვევ და შემდეგ აი მეთოდის ტანში შევეცდები რომ შევცვალო ეს ჩემი z-ისთვის მნიშვნელობა დავუშვათ მივანიჭო მას 5-იანი სიტყვაზე. დავინახავთ რომ ეს გააწითლებს და ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენი read only ველი შეგვიძლია გამოვიყენოთ მხოლოდ კონსტრუქტორის შიგნით და შეგვიძლია მას მნიშვნელობა შევცვალოთ მხოლოდ ერთხელ. და პლუს შეგვიძლია რომ ისე შევქმნათ შექმნის მომენტში ეს ველი რომ მას არაფერი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ, ხო? მაგალითად თუ უბრალოდ დავწერთ read only int z და მას თავიდან მნიშვნელობას არ მივანიჭებთ, ჩვენი კომპილერი ამაზეც არ გვეჭვება და პრობლემა არ ექნება ჩვეულებრივად იმუშავებს. და ეს განსხვავებები არის const-სა და read only-ს შორის. const-ი უფრო მკაცრი არის თავისი ბუნებით, read only რაღაც მომენტებში გვაძლევს გამონაკლისის დაშვების უფლებას და მისთვის მნიშვნელობის მინიჭების ან გადანიჭების საშუალებას. და სიტუაციიდან გამომდინარე, სადაც დაგვჭირდება შეგვიძლია გამოვიყენოთ const-ი და სადაც დაგვჭირდება შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ read only. და თუ ჩვენ ახლა აი ჩვენ main-ში შევქმნით აი ამ კლასის ობიექტს, სადაც მუშაობთ და სადაც ვქმნით და დავაცხადებთ აი ამ ველებს, დავარქვათ რაღაცა იგივე სახელი, მნიშვნელობა არ აქვს, უდრიდეს new და კლასის დასახელება. ჩვენ დავინახავთ რომ ჩვენ შეგვიძლია აი ამ ობიექტიდან, ეგრევე ამ ობიექტიდან რომელიც შევქმნით, მივცდეთ მნიშვნელობა z-ს, ხო? რომელიც არის read only. მართალია მე ხა ამას მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, რომ მომინდეს რაღაცა 5-იანის მინიჭება სიტყვაზე. ეს გამიწითლებს და მეტყვის რომ ეს შეუძლებელი არის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მომინდება ამ ველის გამოყენება, დაბეჭდვა ან რაიმესთვის მინიჭება, მაგალითად რაღაცა var a მივანიჭოთ დაუშვათ ეს ჩვენი z-ი, ხო? ეს ობიექტიდან გამოძახებული z-ი და შემდეგ მომინდება აი ამ a-ის გამოყენება ან დაბეჭდვა ან რაღაცა სხვა, დავინახავთ რომ ჩვეულებრივად პრობლემა არ იქნება და ეს თუ დავბეჭდავთ, აიღებს ბოლო მნიშვნელობას, რომელსაც ვანიჭებთ ამ z-ს კონსტრუქტორში, ანუ 61-ს. ხო, ეს იყო სულ ეს რაც მინდოდა რომ მეთქვა. საკმაოდ მარტივი და პატარა გაკვეთილი გამოგვივიდა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ აი ამ read only და const-ს აქტიურად ვიყენებთ ხოლმე პროგრამირებაში და ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ. თუ მოგიზარდოთ ვიდეო, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, აგრეთვე გამიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში, რას ფიქრობთ ვიდეოს შესახებ და ზოგადად ჩემი გაკვეთილების შესახებ და აუცილებლად დააწვეთ ზარის ღილაკს გამოწერისას, იმიტომ რომ არ გამოგრჩეთ ახალი დადებული ვიდეოები. ამით თქვენ დაეხმარებით არხს, რომ გახდეს უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი პროგრამირებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. მე დაგესმშვიდობებით დღეს და გისურვებ წარმატებებს. მომავალ შეხვედრამდე.